საღამოშვიდობისა გოგოებო, კონკრეტულად თქვენთვის გოგოებო, მოცეკვავე გოგოებო, მე თქვენ დღეს ჩაგიტარებთ გრიმის მასტერკლასს. პროფესიული, ნამდვილი, დიდი სცენის გრიმს გასწავლით დღეს და ვაიმზადეთ, იმიტომ რომ ეს ის თემაა, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ ადრე თუ გვიან. მაგრამ მე მინდა წინსრები ვითხრათ, რომ გრიმი არის სამი სახის. თუ ვთქვათ, დღე მოგიწიათ ცეკვა ან თბილისობაზე, ან ქუჩაში, სცენაზე აშენებულ სცენაზე, ან ვთქვათ, დღის შუქზე კონცერტი მოგიწიათ, სულ სხვა გრიმია საჭირო. ტელევიზიას რადიკალურად სხვა გრიმი ჭირდება. და სცენას რადიკალურად სხვა გრიმი ჭირდება. სამი სხვადასხვა გვარის გრიმი არსებობს. დღეს მე გასწავლით დიდი სცენის, ასე ვთქვათ, ფილარმონიის სცენის გრიმს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები. აუცილებლად. მე ხელს დღეს არ დავიბან, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, გავიკეთებ ესეთ დეზინფექციას პირით, როგორც მივეჩვიეთ უკვე. აუცილებლად ვიბანთ ხელებს, ესე იგი დეზინფექციას. რა მინდა გითხრათ? არავითარ შემთხვევაში არც გრიმი, არც პუნში, არც ტონალური და არაფერი საერთოდ არ იხმაროთ სხვისი. ყოველთვის იქონიეთ თქვენი პირადი გრიმი. იმიტომ რომ გრიმი და ყველაფერი რაც ეხება სახეს და ჰიგიენას უნდა გქონდეთ თქვენი პირადი აუცილებლად. ნუ სახლის პირობებში და იცით რომ უკვე ერთი თვეა სახლში ვარ და სახლიდან ვერ გავდივარ, რაც შევძელი მოვაკოწიწე, არ მაქვს წამწამის წებო და მაქვს რაღაცნაირი წებო. ჩემ დროს წებოს წამწამის წებო იყო ტანიფოლისგან რომ მზადდებოდა ოპერაში ვყიდულობდით ხოლმე სერგოსთან. ვინც ჩემი ასაკის გოგოები ხართ, იცით რასაც ვიცახი და ეხლანდელმა თაობამაც იცის, იმიტომ რომ ყველაზე კარგად სერგოს წებო აწებებდა წამწამს, კანიფოლზე დამზადებული. კანიფოლს ხმარობდით სცენაზე ფეხისთვისაც, თვალზე წამწამისთვისაც და ასე შემდეგ. რაც მოვაკოწიწე, ეს არის. მაპატიეთ, რომ არ არის, ვთქვათ, ის დონე, რაც, ვთქვათ, ძალიან ბევრს გინდათ რომ მქონდეს, მაგრამ არ მაქვს. მაგრამ არ ამუშავებს. აუცილებლად ხელების დაბანის და დეზინფექციის მერე უნდა დაიბანოთ სახე და წაისვათ ბაზა. აუცილებლად წაისვით ბაზა. მე სერიოზული პრობლემები მაქვს კანის, იმიტომ რომ ჩემ დროს 1805 წელში, ანუ წინა საუკუნეში 1985-ში ანსამბლში რომ მივედი, მაშინ ბაზები და ეგეთი რაღაცები, ეხლა რა საშუალებებიც არის, რა თქმა უნდა, არ იყო და ამიტომ ვიბანდი სახეს და პირდაპირ პლასტელინის გრიმს ვისმევდი სახეზე, ესეთი ოთხკუთხედი პლასმასის გრიმი იყო სხვადასხვა ტონალობის, ვაზავებდით ერთმანეთს და ოფიციალური პლასტელინი იყო. ეხლა არაჩვეულებრივი საშუალებებია, რომ სახის კანი არ გაიფუჭოთ. აუცილებლად პირველ რიგში წაისვით ბაზა, რომ დაცული გქონდეთ სახის კანი, მერე დაიწყეთ ტონალურის წასმა. მე დღეს ბაზას არ წავისმევ, პირსაც არ დავებან, იმიტომ რომ ვიყავი ტაძარში და მაცხეს ზეთი და ამ ზეთის ჩამობანის არანაირი სურვილი არ მაქვს ხვალ დილამდე. ამიტომ რაც მისვია ეგ არის, ავიღეთ დასველებულ სპონჯს, აუცილებლად დაასველებთ, იმიტომ რომ სველი უფრო კარგად მიწოვდება სახეზე. აიღეთ ტონალური, რომელიც თქვენი სახის კანს უხდება და ესე სპეცკად 1, 2, 3 და გემრიელად დაიტანეთ სახეზე. ფონად ალბათ გესმით შადე. ჩემი თაობის უსაყვარლესი და ამ თაობისას და ყველა თაობის უსაყვარლესი მომღერალი, სრული გენიოსი ქალი, რომელიც თავისი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს კუნძულზე, 10 წელიწადში ერთხელ ჩამოდის, სასწაულად ალბომს დებს, ყველა რეიტინგს ხსნის, ისე რომ ვერ პირველი ხდება და მეტის და გემრიელად კუნძულზე, სუფთა ჰაერზე, სრულ
იდილიაში ცხოვრობს. იყო პერიოდი 90-იან წლებში, რომ შადეზე ვიძინებდით, ვიძინებდით და ვიღვიძებდით. ზუსტად ის ახლა ჩემი თაობის გოგოებმა რაზეც ვლაპარაკო. ძალიან სასიამოვნოა, როცა გრიმის კეთების დროს ან მუსიკას უსმენ, ან გვერდში გოგოები ყავს, როგორებიც მე მყავდი სუხიშვილებში, მღეროდით ერთად, ვსეკვავდით. ხო, რა მინდა გითხრათ, აი ყურებთანაც წაისვით და ყელზეც ჩამოდით. იმიტომ რომ აი ესე მასკასავით როცა ნიღაბივით გრიმერის ძალიან ცუდი. ჩამოდით ესე გემრიელად. რა თქმა უნდა, ტონალური სწასის მერე უნდა წაისვათ პუდრი. ხო? რომ სცენაზე სახე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ბზინავდეს. მე მახსოვს ნინო რამიშვილი, ნინა შაბანმა შენიშვნასაც გვაძლევდა თუ აი ამ სწრაფი გადაცმების მომენტში სახის გამშრალებას ვერ ვასწრებთ და უპრიალებდით სახეზე, ეს მას საშინლად არ მოსწონდა. აბა, ესე ვიღებთ. მე ყოველთვის ხმარობ anti-shines, იმიტომ რომ სახე მიოფლიანდებოდა ძალიან მალე და ძალიან სწრაფად. და anti-shine არის არაჩვეულებრივი საშუალება იმისთვის, სახე მარიბრიალოს. ხო, ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვით გოგოებო, რომ ადვილად მიხდიდე. ეხლა მე სამუშაო ტანსაცმელი მაცვია. ამას რა თქმა უნდა თქვენთან ეთერის და თქვენთან ურთიერთობის მერე გავიხდი და გავდეცხა, იმიტომ რომ სულ თეთრი იქნება, სავარაუდოდ და ზუსტად ვიცი რომ ესე იქნება. არ დაილანოთ პუდრი, გააშლეთ კარგად ტონალური სახეს. ტუტსეც გადაისვით, თვალზეც გადაისვით. აი ესე. ლამაზად. ანუ ერთი მთლიანი სახე გაკეთეთ. ეხლა სახე მე ბავშვობაში ძალიან მრგვალი სახე მქონდა. მახსოვს თენგიზ სუფიშვილი მასწავლიდა ხოლმე როგორ უნდა გავიხდინო სახე და კოვზები მეჭირა და ტელევიზორს რო ვუყურებდი და კინოს ვუყურებდი, კოვზებს ვიტყავდი ხოლმე სახეში. რომ გამختارიყო სახე, იმიტომ რომ სახე სცენას არ უხდება მრგვალი სახე, უხდება ყრიმალებიანი სახე. ეხლა რომ დავუბრუნდი, უკვე ყრიმალები თავისთავად გაჩნდნენ. ეხლა ავიღოთ და სახე დავხატოთ, ის ჩავარდნები გავაკეთოთ, რომელიც აუცილებელია, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და მრგვალი სახე თუ ნახეთ რა გენით. ესე მეტი ტუჩი. ხედავთ? და მეორე მხარესაც აი ესეთი მუქი ყავისფერით გააკეთეთ უტრირება. რა თქმა უნდა შუბლიც გარშემო. აი აქ ნიკაპთან და ნიკაპის ქვემოთ რომ ღაბაბი არ გამოგვიჩნდეს. ვიზუალური ტყუილი ქვია ამას ყველაფერს, არც მეტი და არც ნაკლები. შუქი რომ დაგანათებთ, გამოჩნდეს სახე უფრო გამოკვეთილად, ფორმიანი, ვიდრე გაქვთ. და თუ ეს პრობლემაც არ გაქვთ გოგოებო, ესე იგი სრულყოფილება ხართ და ჭრილები არ გჭირდება. თავარი რა არის, ნახეთ, მე ამას ყოველთვის თითით ვაკეთებ, მაგრამ თქვენთვის ვეწყალობის ამბავში ფუნჯით გავაკეთებ, ნახეთ, აი თხელ ფუნჯს, აი ესე ზოლი, აი ესეთი ორი ზოლი გააკეთეთ, სხვიდან, ერთი და მეორე. აი აქაც, თუ გრძელი ცხვირი გაქვს, ჭრდილით დაიმოკლეთ, თუ ფართე ცხვირი გაქვს, აი ესეთ ორ ზოლს ჩამოუსვავ მუქს და მერე თითით გადაიყვანებ. ჩემ ფრჩხილებს ძალიან გთხოვთ, ყურადღებას მომიაქცევთ, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება. ორი თვე ფრჩხილი არ გამიკეთებია, ძალიან გთხოვთ. ნუ გამსჯით ძალიან მკაცრად. ხო, ჭრილები, ესე. ეხლა ჩემი სიკაროლებო ჩავარდნები გავაკეთეთ, ზოლები გავაკეთეთ, დავაბრვალეთ, აქაც გავაკეთეთ,
რომ თუ ღაბაბი გვაქვს შევწიოთ ვიზუალურად. ეხლა ავიღოთ ვარდისფერი ფერი, ვითომ სუმზეზე ვართ და სულ ჯანსაღს საკვებს ვჭამთ და სუსუფთა ჰაერს ვართ და ვითომ და ძალიან ჯანსაღი ღაწვები გვაქვს ვარდისფერი სასწაული ღაწვები. აჰა. ნახეთ. რიმს რამდენი რამე შეუძლია. ნახეთ. დღე და ღამე სწორკვებაში ვართ და სუფთა ჰაერის სუნთქვაში. აჰა. აქაც ცოტა მემოქმედებშიც ესე ხედავთ როგორი ჯანმრთელი იერსახე მომეცა. ხო, ეს ჩემი კახური კუდი მოგწონთ? ესეთი ლამაზი კახური კუდი დავიხურე, რომ თმა უცებად გადაწეული უნდა გქონდეთ გრიმის დროს. აქაც უხდება ცოტა, აქაც უხდება. ანუ რაც გინდა რომ მაღლა ამოწიო, ცოტა ვარდისფერი ტონალობა მიეცით. ეხლა რაც ეხება თვალს. თვალის ქვეშ გოგოებო ძალიან მნიშვნელოვანია ბეჟი, თეთრი არა, თეთრი აშუპებს თვალს. ბეჟი ფერის აი ესეთი წინი რას როგორ აი ქართულად ჩრდილი. ბეჟი ფერის ჩრდილი წავისოთ თვალის ქვეშ, ეს ამოშავებული, ჩავარდნილი, გატანჯული ნატანჯი თვალები ამოწიეთ ზემოთ და აი ესეთ ვიце შევდგეთ, ვითომ ძალიან მაგრად ვართ და კარგად. აი ესე ამოწიეთ ჩავარდნილი, ჩაშავებული თვალები. აი ესე. ხო, ხედავთ? როგორ ამოიწია თვალი. ოღონდ თეთრი არა, თორე შეგიშუქდებათ თვალი და დასიებული თვალი გექნებათ. შუქი რომ მოგანათებს, აუცილებლად დასიებული თვალის ვიზუალი გექნებათ და აი აქაც ძალიან უხდება აი ამ ადგილას ცხვირთან. აი უყურეთ, აი ეს ჩავარდნილი ადგილი ამოწიეთ თეთრი, უფრო სწორად ბეჟი ჩრდილით. ეს მეორე მხარესაც აი ესე. ხო ყურადღებით მიყურებთ და მისმენთ. ძალიან დაგჭირდებათ ეს ყველაფერი. ისე წავისვით ტონალური. მე პირადად მივიყარე ანტიშაინი, იმიტომ რომ პუდრი მაინც ვერ მიძლებდა პირველსავე ცეკვის მერე აუცილებლად მისვლდებოდა სახე ანტიშაინი. მე ჩრდილები ლოყარო ჩამეგდო, ყვრიმალი, მე თვალები, ღაწვები გავივარდისფრე, ჯანმრთელი სახე და ცეთი ფრეში, ქართულად როგორ არის? სუფთა ფრეში არის როგორ ქართულად. გამომივარდა თავიდან. აი ესე ამოვივსეთ ჩაღრმავებები, აი ესე გემრიელ გამაყოლეთ წარბს. ამოვივსეთ და გამაყოლეთ წარბს. აქაც ამოვავსეთ, გამაყოლეთ თვალს. აქაც ამოვავსეთ, გამაყოლეთ თვალს. აი ასე. აი ეს ბეჟი ძალიან კარგია, აი აქ წვერზეც, რომ კიდევ უფრო გავაკეთოთ უტრირება ცხვირის სწორი ხაზის. აქაც კარგია. და აი ამ ადგილასაც ძალიან კარგია ეს ბეჟი. ჩრდილი. ესეც ასე გოგოებო და ბიჭებო, იმედია ბიჭებს არ გჭირდებათ ახლა გრიმი, არ გადამრიოთ იცო. ესე იგი და არგვარად. ტონალური აღარ გჭირდება. ანტიშაინი. ბოლოს კიდე ერთხელ გადავატაროთ. მოდი ახლა დავიხატოთ წარბი. წარბი უნდა დავიხატოთ ფანქრით, რომელიც მანდამაინც მკვეთრი შავი არ იქნება. ნახეთ? და ნახეთ როგორ უნდა დავიხატოთ წარბი. აი წარბი სადაც იწყება, იქიდან გავავლეთ ხაზი. ხედავთ როგორი ხაზი გავავლეთ? აქაც აი აქედან აი ესე გავავლოთ ორი ხაზი. მე ავიღოთ ესე თითები და ავზილოთ ეს. ნახეთ რა გამოვიდა? ხედავთ? აი ესე. ნახეთ? ცოტა ზედმეტი მომივიდა და გადავედი
წარბის ხაზზე. ცოტა თვალსაც დამაკლდა უკვე 50 წლის ვარა. არც მეტი, არც ნაკლები და ისევე ვარ ხედავ, როგორც ადრე ვხედავდი, სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროდ. აი ესე დავფაროთ ნაკლები. ძალიან ბევრი ნაკლები დავფაროთ. აი აქაც ცხვირტუჩის ნაოჭი ვარ გამომიჩნდეს თეთრი თამოწილი და ფანქრით წარბის ფანქრით აი აქ ხო გაუსვით ხაზი და აქაც ხო გაუსვით და თითით ესე გადავიდან და უცებ მეცი იქონია ცველი სალფეტკებრის შავი თითი მე სხვაგან არ მოგიხვდეთ და არ გაიფუჭოთ მთელი გრიმი და ყველაზე მაღალი წერტილიდან ცოტა აქედან აი ესე გააყოლე და გააგრძელე ზედმეტი არ მოგივიდეთ. აი აქედან ნახეთ, ხო ხაზი გააკეთეთ აქ, აყევი მაღლა. გააგრძელე. აი ეს. აი ეს. ზედმეტი არ მოგივიდეთ, იმიტომ რომ მუქი წარბი არ არის ლამაზი. მუქი წარბი აფუჭებს გრესენას. მოგწონთ ჩემი წარბი. აი ესე ხო გადაიყვანთ გოგოებო. აი ესე. აი ესე. ძალიან გწელი და მსხვილი წარბი არ გამოგივიდეთ. არ არის ლამაზი. ეცადეთ, ძალიან რთულია სიმეტრიული წარბის დახატვა, მაგრამ ეცადეთ, ძალიან ეცადეთ. მე რეგე წარბის სავარცხელი და ავარცხნეთ ეს. ავარცხნეთ, ესე წარბი. მეორე წარბიც ესე ავარცხნეთ. ესე. თქვათ თუ სადმე რამე გაგექცათ, არც ეგ არ არის უბედურება. აი ეს უბრალოდ შეგიძლიათ დაათხელოთ სპეციალური ბამბის ჩხერით ესე გასწროთ და რა თქმა უნდა უდრით შაინით ეს ყველაფერი ჩაატკბეთ რომ არ იყოს ესეთი გამოკვეთილი შავი ხაზი რომ ნატურალური წარბის ფორმა ქონდეს ხედავთ როგორ ჩატკბეთ ეხლა უკვე დრო მოვიდა რომ ლაინერით თვალის კონტური გავაკეთოთ. მოვკიდეთ თვალს ხელი, აი ამ ადგილას გაწელეთ გვერდზე წაიღეთ ცოტა. და თვალის დასაწყისიდან მოყევით ესეთი ხაზი, ლამაზი ხაზი მე თვალში გავავლეთ, აი ძვლამდე ზუსტად. აი ეს. ეცადეთ, რომ ხაზი დაბლა არ ჩამოვიდეს, რომ მოწყენილი თვალი კი არ გქონდეთ, გახსნილი და ლამაზი თვალი გამოგივიდეთ, ხო? აი უყურეთ თვალს დაადეთ ხელი და გაქაჩეთ და ჩხილამდე რომ მივიდეს. აი ასე. ეხლა მეორე თვალიც ისევე დავიხატოთ. ძალიან მიჭირს ყოველთვის სიმეტრიულად დახატვა, მაგრამ უნდა ეცადოთ ამ ვეღარ დავბრმავდი. აი უყურეთ, აი აქ მოიკიდეთ ხელი, სადაც ძვალი იწყება და გაქაჩეთ. თვალის დასაწყისიდან გამოყევით. აი ასე. და შეაერთეთ ძვალთან. ეს ორი წერტილი შეერთეთ ერთმანეთს.
ლაინერიც წავისვით. ნახეთ, ერთნაირი არ გამოდის, მაგრამ არა უშავს, მაგაზე არ იდარდოთ. ადამიანის სახის ასიმეტრია განსაზღვრავს ადამიანის სილამაზეს. მეცნიერება დაამტკიცეს კიდეც, რომ აბსოლუტურად სიმეტრიული სახე არ არის ლამაზი. ადამიანის სილამაზეს ქმნის თურმე ასიმეტრია, მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ესე აღმოჩნდა. აჰა, ესეც ასე. რამე თუ სახლის პირობებში და მე სამწუხაროდ ჩვენი სერგოს, ოპერის სერგოს წებულ არ მაქვს, ამიტომ ეხლა ავიღებ წამწამს და საერთოდ ერთი ფენა წამწამი როგორც წესი არ არის საკმარისი. მე ყოველთვის ვაწებდი ორს ერთმანეთს, მაგრამ მოდით რა მნიშვნელობა დღეს ერთ წელს დავიწყებ და თუ ვთქვათ დიდ სცენაზე ფილარმონიაში გაქვს კონცერტი, ორი წამწამი ერთმანეთს უნდა დააწებო. რამდენად გამოვინება აი ამ წებოთი ასე არა ვარ, მაგრამ ძალიან ვეცდები. არც კი მიხმარია ეს წებო. თუ გამიმართლებს გამოვა. ძალიან ვეცდები, ძალიან. ხო, იმიტომ რომ წამწამის დაწებება არის უმთავრესი გრიმში. თუ წამწამი არასწორად დაიწებეთ, თვალი არ წამწამი არ დაიწებოთ კლად. აი ზემოდან უნდა დასვა თვალზე. წამწამის დასაწყისი გოგოებო, შავი გუგა, სადაც იწყება, ან ვისაც ცისფერი გაქვთ გაგიმართლათ, იქ აი დაახლოებით იმ ადგილას დასვით ზუსტად წამწამზე და მეორე აიტანეთ მაღლა. ხედავთ? აი ესეთი ფორმით უნდა დასვათ, რომ გახსნილი, ლამაზი, დიდი თვალი გამოჩნდეს. ხედავთ გოგოებო? თქვენ თუ წამწამს დაიკრავთ, აი ესე, ოდიში, თქვენ თუ წამწამს ესე დაიკრავთ, ნახეთ რა ხელისხვალობაა. ნახეთ, ესე დაკრული წამწამი, დახუჭული თვალია და აი ესე ზემოდან დაკრული წამწამი, აი ესე დაკრული წამწამი არის მაღალი, გახსნილი და ლამაზი თვალი. აი ხვდებით განსხვავებას? ხედავთ რომ ხელისხვალობაა? დაწოლილი წამწამი, შეშუპებული თვალი ჩანს და თვალი ღია არ არის. ნახეთ? და წკირი ან აი წარბის მაქვს სამარცხელი, აი ამით დააფიქსირეთ, დააწექით, რომ კარგად ყველა წერტილი და დაწებოდეს. ეს დააწებოთ. ამ წებოს მაშინ არ ვიცი როგორი ქცევა. ნახეთ როგორი გახსნილი თვალი გამოვიდა, ამხელა თვალი გამომიჩნდა და სულაც არ მაქვს დიდი თვალი. თქვენ თუ გონიათ რომ მე მალე ვისწავლე ეს ყველაფერი, ძალიან ცდებით. 30 წელი ხო ვიცეკვე ამ სამში, 5 წელი ალბათ სწავლობდი გრიმს. ყველა ადამიანმა, ვინც უნდა გასწავლოთ გრიმი, 10 ადამიანი მასწავლდა, გულიკო სიხარულიძედან დაწყებული. მთელი ანსამბლი მასწავლიდა გრიმს და ყოველ დღე თითქმის თავიდან ანსამბლში ახალი მისულები ვიყავი, სხვადასხვა ადამიანი მეკეთებდა გრიმს, მაგრამ მე ისე ვისწავლე და ისე დავსპეცდი ამ ამბავში, ნინა რამიშვილი, ნინა შავნა, მე მთხოვდა ხოლმე, რომ გამეკეთებინა ახალი გოგოებისთვის გრიმი, რომ მიუმხდარიყავით გოგო სცენოგენურია თუ არა, უხდება სცენას, უხდება კოსტუმი, უხდება გრიმი თუ არა. იმიტომ რომ არასოდეს ეს ადამიანი წინსწრებით არ ეუბნებოდა არავის მიღებული ხარ ანსამბლში, თუ არ ნახავდა სცენაზე, თუ არ ნახავდა კოსტუმში, თუ არ ნახავდა ჩიხტში. თუ გოგო ლამაზი იყო ვიზუალურად ცხოვრებაში, სულაც არ ნიშნავდა ეს იმას, რომ შეიძლება და ლამაზი ყოფილიყო ცხოვრებაშიც. ამიტომ პირველად აუცილებლად უნდა ენახა სცენაზე როგორ გამოიყურებოდა. ძალიან რთულია ორი წამწამის ერთნაირად დაწყება, მაგრამ ამასაც ნელ-ნელა ისწავლით ჩემი ოქროები. აჰა. ნახეთ, რამხელა თვალი გამოჩნდა და რა ლამაზი. Тебе нравится, Юлечка? Очень. Да, хочу. Აი ესეთი გახსნილი ლამაზი. აცადეთ რომ გაშვეს, აცადეთ. ადრე ძალიან დიდ გრიმს ვიკეთებდით. მე უკვე ნელა ნინო სუხიშვილის უკვე ხვეწებოდა, გოგოებო დააპატარავეთ გრიმი და ეხლა უკვე
მაქსიმალურად მინიმალურ გრიმს ვიკეთებ, მე მგონი ნორმალურია. მოგწონთ? ვაუ. წამწამი ურთულესი რაც არის და უმთავრესი გრიმში დავიწყებთ. ეხლა ნახეთ რო არ იყოს თვალი მრგვალი და მოკლე, ლაინერით უნდა გავაგრძელოთ წამწამი. და წამწამის ვიზუალი აი ვითომ აი და აი ესეთი სამი წამწამი უნდა მივახატოთ. ნახეთ გოგოები, 1 და 3. 1 2 და 3 რომ წამწამი ნახეთ, აქეთ წამწამი შეივსო, აქეთ მოკლეა და თვალი მოკლე ჩანს და მრგვალი უნდა იყოს თვალი გრძელი და მუშისებრი. აქეთკენაც ნახეთ. გავაგრძელეთ 1 2 და 3. ესე იგი იყვნენ გოგოები, რომლებიც მაგალითად თამრიკო ელიოზიშვილი, ფიქია ყიფიანი, უსკანინუკა, რომლებიც 15 წუთში იკეთებდნენ გრიმს და მე საათნახევით ადრე ვიწყებდი ხოლმე გრიმის კეთებას. რომ დღემდე ჩემთვის ყველაზე საშინელებათა სიზმრების რიცხვში არის ეს სიზმარი, სადაც ვერ ვასწრებ გრიმს, ვერ ვასწრებ კოსტიუმის გაუთავებას, ან ველპოულობ კოსტიუმს ვარ ისტერიკაში. აი ესე შეგიძლიათ გააჯაზოთ გოგოებო, არა პრობლემა, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. მე თვითონ რამდენი წელია გრიმი არ გამიკეთებია, ნეტა იცოდეთ, მაგრამ ორგანიზმს ახსოვს. აი, უყურეთ ესეთი გახსნი, მაგრამ ეხლა ქვემოთ რა ხდება, ნახეთ? მარტო ზემოთ არის თვალი და ქვემოთ დაიკარგა. მე ძალიან მიყვარს და მინდა შემოგთავაზოთ თქვენს მუქი მწვანე ფერის ქვედა ხაზი, შავი, ცოტა მიუხეშებს სახეს, ისედაც ისეთი უტრირებული ფორმები მაქვს სახის და ამიტომ ავიღოთ ესეთი მუქი მწვანე შეგიძლიათ აიღოთ, მუქი ლურჯი შეგიძლიათ აიღოთ და ქვედა ხაზი უნდა გააყოლოთ თვალს და გააგრძელოთ. ხედავთ? ხედავთ? როგორი თვალი გამოვიდა? ხედავთ? გაიხსნა თვალი. და ზედა ხაზი თუ არის შეერთებული, არის ძალიან ლამაზი. ეხლა თავარი არის, რომ ორივე ერთნაირად თვალის ფორმას გააყოლეთ. მეტი არც არაფერი არ უნდა. ისე. ეგარ და ეგ. თვალის ფორმას გავაყოლოთ. აი. ხედავთ? всё, თვალი დაიხატა. ნახეთ, როგორი დიდი თვალები გამომიჩნდა. აი ეს. ეხლა რაც ყველაზე მთავარია. აიღეთ ხურის ჩხილი, ან ესეთი ჩრდილის სასასმელი, ან ყველაზე კაი მუქი ბორდოსფერი კონტური. მუქი ბორდოსფერი, კარგად გათლილი კონტური. კარგად გათლილი კონტური არ მაქვს, ამიტომ ავდგებ და ეხლა გავთლი კარგად. აი ეს. იმისთვის რომ იდუმალი გამოჩნდეს თქვენი თვალი, უფრო იდუმალი ვიდრე არის, აი ეს ტუჩის კონტური, ნახეთ? აი ამ ადგილას წაისვით. აი ამ ადგილას. აი ამ ადგილას. ერთი წამით, სექტო. ნახეთ, აი შეიძლება შავი ჩაგივიდეთ, არ შეგეშინდეთ, ამოიღეთ აქაც. ასე. ეს არ მოწონს როგორ ხატავს, რბილი ბანკარი უნდა იყოს, რბილი. აი ეს თვალი არ გამოგთხარებს, ფოტო. და აი აქ
ორ შავ ხაზს შორის წითელი ხაზი გააბლებს და აი ამ ადგილასაც წითელი ხაზი გააბლეთ ისე. და აი აქაც უხდება ცოტა წითელი და რაღაცნაირ ხასიათს აძლევს თვალებს, ნახეთ. ხედავთ. აზრს აძლევს თვალს რაღაცნაირს. მე მომწონს. ცოტა იმნაირია. ზედმეტი არ მომედივიდეთ, ოღონდ ეს კონცერტამდე ეხლა ვახამხამებ, გავა და ესეთი უტრირებული არ იქნება. ძალიან კარგია თუ აიღებთ თეთრ წენს და ხაზსა და ხაზს შორის რომ გახსნას თვალი კიდე აიღებთ აი ესე ხაზსა და ხაზს შორის აქაც აი ესე აი და აი აქ ცვარბი აწიოს და გახსნას თეთრი ჭრდილი აი აქაც აი ესე ბევრი არ მოგივიდეთ, რომ შეშუპებული არ გამოჩნდეს თვალი. თუ ბევრი მოგივიდეთ, არც ეგ არ არის პრობლემა. ჰოპ. აჰა. აი ესე. თავარი საქმე გაკეთებულია. მე არ ვიცი რამდენად მოხწონთ, მაგრამ ისე მომნატრებია გრიმის გაკეთება პიპო. აი, მე მგონი ნამდვილი შიზოიდი ვარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ჩემს გარდა გრიმის კეთება არავის არ ენატრება. მეზეც კი მენატრება. ავტობუსში ჯდომანს კი მენატრება. სვერკა, რასაც ქვია, რეპეტიცია კონცერტის წინ ეგეც მენატრება. რა ვქნა, მენატრება და ხო არ მოგატყუებთ არა. ყველაფერიც მენატრება, რაც ეხება სცენას, ცეკვას და ასე შემდეგ. მენატრება. აი თქვათ თუ ეს ხაზები არ გინდათ რომ ესეთი უტრირებული იყოს, შეგიძლიათ ჩაატყოთ წენი აი ესე. ბევრი არ მოგივიდეთ, ბევრი ძალიან ფრთხილად. ეს ხაზები თუ არ გინდათ, მაინც ესეთი ხაზები ჩანდეს. აი ესე ჩაატყოთ. მოგწონთ? ეხლა დავიკეთოთ ტუჩი. ტუჩი არ გაიდიდოთ და ტუჩი უნდა იყოს წითელი კონტური და მალინისფერი პომადა. მუქი ტუჩი არ ვარგა სცენაზე, იმიტომ რომ არ ვარგა. უნდა იყოს ძალიან ცოცხალი ფერის ტუჩი. გაყევით ლაინერი. არ გადაიტანოთ. მერე ვიღოთ ცოცხალი ფერის მე კარმაკის საშუალებები რაც მინდა გასწავლოთ რა ვქნა ეს სახიდან გავუსწროთ ან კოსტიუმებს როგორ გხსავ ყოველდღე რებს ვიგონებ მაგრამ არ არის პრობლემა ნახეთ თუ გაქვთ ბეჟი ფერის პომადა შეგიძლიათ აიღოთ წითელი პომადა ეხლა რაც მაქვს მე ხო წითელი გადაიხი ხო წითელი არ ვარგა სცენას წითელი ფერს გადაიყვანე ესე ნახეთ არ ვარგა წითელი ფერის პომადას გადაუსვით ეხლა აი ამ საშუალებების ამბავში ესე რამოდენიმე ფერი შეიძლება და დასვა ის ფერაც გინდა ეხლა გადაასე აჰა მალინა გამოვიყვანო გადაიყვანე აღარ არის მთლად ესეთი ყვასყვასა წითელი არ ვარგა წითელი ფერის ავუყვარ და საშმად ინარამშობს შავას წითელი ფერის ტუჩებით ბეჟი გადავისვათ ჩავატყობთ
ნახე. ხედავ? წამიყვანეთ ახლა მათ სეკვეთს, სადმე ეს გრიმი ახლა წავიდე და პირი დავიბანო, როგორ მენანება არც იცით. და კარგი გრიმი გამომივიდა, ორგანიზმს როგორ ახსოვს. კიდე გადაისად. კიდე რაღაცნაირი ნატურალური, მიახლოვებული უნდა იყოს ნატურალურ ფერთან. ესე. აქედან ვიწყებდით უკვე შემოსიკალულება, არიგის დადებას, ჩიხტის დამაგრებას, საფურეებს, კოსტიუმს და ასე შემდეგ. ეს არის რაც მე მინდოდა რომ მოცეკვავეებისთვის, მომაღალი ვარსკვლავებისთვის მასწავლებინა. ხშირად უყურეთ ამ გრიმს, მიყევით ეს ეტაპობრივად მომისმინეთ უყურეთ. ეს არ გეიგონოთ რომ ეს ჩემი ხიბლის ნაწილია. ეს ჩემმა მამიკომ გიმერი დარჩიან გამომაქანდაკა რომ ვიყავი 12 წლის. რომ ვიზრდები უფრო და უფრო მსგავსები მაშინ საერთოდ არ მყავდა და მიყვარს ეს ქანდაკება და დავდრი აქ. რომ არ დამავიწყდეს არასდროს რა ვართ, რა ვიყავით, რა ვართ და რა შეგვიძლია ვიყოთ მომავალში. არ დავივიწყოთ არასდროს. ბოლოსკენ შეგვიძლიათ კიდევ უფრო გააცოცხლოთ თქვენი კანი ჭამს მაინც გრიმს. აი აქ შეშუპებები ჩაატყდეთ ბოლოსკენ. ესე გააცოცხლეთ. ისე ვანტიშანი, ესე გემრიელად გადაისვით და ყოველიცების მერე არ დაგავიწყდეთ. პუდრის სახე გადასმა. აი ესე. და სულ ბოლო აუცილებლად უნდა იყოთ ტუში, გოგოებო, რომ ეს თეთრი პუდრი და წამწამზე არ დაგჭირთ და აივარცხნეთ თქვენი წამწამიც და დაკრული წამწამიც თეთრი პუდრისგან აი ესე ავარცხნეთ. და რა მინდა მეთხოვა იცით, მომწერეთ. ყველაფერი მომწერეთ. მესეჯებში ველოდები, ახლა მე არ მქონდა ის საშუალება, თვალთ რომ დამაკლდათ, არ რომ ვუყურო, რას მწერთ და ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მომწერეთ კითხვები, შენიშვნები, აზრები, გამიზიარეთ. თედასი სტუდიო, #dance with თეადარჩია. რა ვინდათ რომ კიდე გასწავლოთ, რაც ვიცი ყველაფერს გასწავლით, არაფერი არ მენანება თქვენთვის. იმიტომ რომ მე ისეთი ადამიანების ხელში ვარ გაზრდილი და თუ მე რამეს წარმოვადგენ არის მხოლოდ იმ ხალხის დამსახურება. და ის ვინც მე რამე თუ გინდა ერთი სიტყვით მასწავლა აბსოლუტურად ყველაფერს გაგიზიარებ. თუ გონთ მითხარით რომ თქვენ ეს გჭირდებათ, გინდათ და გაინტერესებთ და მე თქვენ ვერჩი ვარ. მიყვარხართ ხვალამდე. ხვალ გასწავლით ვარჯიშს, შეიპინგზეც დავდიოდი. სხვადასხვა სხეულის ნაწილებისთვის ძალიან სასარგებლო მოძრაობებს გასწავლით, რომლებიც სახლში, აი ახლა ამ გამოკეტილობაში და ჭამაღლავაში და გოროობაში ლოგინიდან ტახტზე და ტახტიდან ლოგინზე არ გვაწყობს არაფერში. ზაფხული მოდის, ერთ თვეში ყველაფერი დამთავრდება მაქსიმუმ ღმერთით. და რა შეგვჭირდება ახლა ეს ცომებს რომ დავიმსგავსოთ, ვივარჯიშოთ. არ დავიზარებ თქვენთან ერთად ხვალ შეიპინგს ვივარჯიშებ. ყველა მოძრაობას გასწავლით და მეც ცოტა გავაღვიძებ ჩემ ბუნთებს, იმიტომ რომ მარტო ცეკვა არ შველის, ვარჯიშიც ეჭირ. აუცილებელი. გაწევებს გასწავლით, მოძრაობებს გასწავლით, ხრიკებს გასწავლით, რითი შეინარჩუნოთ ფორმა და კუნც ისეთი არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს, რომ სულ 2-3 გააკეთოთ კვირაში, თავის ადგილას დგება იცით, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. მიყვარხართ ძალიან, გემშვიდობებით, ნახვამდის, მომწერეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. ყველაფერი, კრიტიკა ძალიან მაინტერესებს. ყველაზე, მაგრამ მაინტერესებს კრიტიკა.
პაკა. ნახვამდის.